რამდენად ნაკითხი და განათლებულია ქართული საზოგადოება. Ამ შეკითხვაზე პასუხის მიღების რამდენიმე საშუალება არსებობს, თუმცა თავდაპირველად ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევის შედეგებს მოვიშველიებთ. ორგანიზაცია PILS-ის მონაცემებით, საქართველოს კვლევაში მონაწილე 51 ქვეყნიდან 36 ადგილს იკავებს. თუ ამ ციფრებს ვენდობით, ეს იმას ნიშნავს, რომ წიგნიერების კუთხით საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთი ჩამორჩენილი ქვეყანაა. შეიძლება ბევრი ამ მოსაზრებას არ დაეთანხმოს და არგუმენტად კიდევ ერთი კვლევის შედეგები მოიშველიოს, რომლის თანახმად ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ან ყოველ შემთხვევაში ამის დამადასტურებელი დიპლომი მაინც გააჩნია. ობიექტურთან მიახლოებული რეალობის დასადგენად ჩვენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამოკითხვა ჩავატარეთ და წინასწარ შედგენილი ძალიან მარტივი შეკითხვები ძირითადად სტუდენტებს დაუსვით. ვინ არის პეტრე მელიქიშვილი? ეგ არ ვიცი. და ვინ არის ბიჭოლა? ბიჭოლა ჩემი კოლეგაა. დიზაინერია. პეტრე მელიქიშვილი. და ბიჭოლა? ის ანტოპა. და თუ იცი ანრი ჯოხაძე ვინ არის? რა თქმა უნდა, ვიცი. ეგეც. თქვენ თუ იცით ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი? არ ვიცი. და ანრი ჯოხაძე იცი ვინ არის? თუ იცი ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი? ბიჭოლა ვინ არის იცი? ბიჭოლა ეს ვიცი რომელ საუკუნეებში მეფობდა შოთა რუსთაველი? შოთა რუსთაველი? ვერ გეტყვით, არ არის დადასტურებული. რომელ საუკუნეებში მეფობდა შოთა რუსთაველი? მე-12. რომელ საუკუნეებში მეფობდა შოთა რუსთაველი? ალბათ მე-19-ში. მე-5-ში. ვინ არის ილია მართალი? ილია მართალი. და ბიჭოლა ვინ არის? ეს არ არის. დიზაინერი. ძალიან დიზაინერი. ვინ არის ილია მართალი? ილია მართალი პატრიარქია ჩვენი. შენ თუ იცი ვინ იყო ილია მართალი? გადაგებელი. წმინდანი. საქართველოს მერამდენი პრეზიდენტია კონსტანტინე გამსახურდია. პირველი. კონსტანტინე გამსახურდია პირველი. საქართველოს მერამდენი პრეზიდენტია კონსტანტინე გამსახურდია. საქართველოს მერამდენი პრეზიდენტია კონსტანტინე გამსახურდია. ვინ გაიმარჯვა საქართველოს ვიეტნამის ომში 1956 წელს? ვინ გაიმარჯვა საქართველოს ვიეტნამის 1956 წლის ომში? ვინ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი? ვინ არის? საქართველოს პრემიერ-მინისტრი? ვინ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი? ვინ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი? ვინ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი? პრემიერ-მინისტრი ეგეც არის პოლიტიკაში აველეებს. პრემიერ-მინისტრი კი ვიცი. არა. ეს კაცი რომ მიყურებდეს მომკლავს. დავით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვინ არის? ნოვაიდე. პრემიერ-მინისტრი გელაური არ არის? ვინ არის იოსებ ჯუღაშვილი? ორ სახელს ვერ დავარქმევ. საქართველოს უახლესი ისტორიისა და აწმყოს შესახებ მსგავსი პასუხების მიღების შემდეგ ჩვენ დავინტერესდით თუ რამდენად გათვითცნობიერებული და ინფორმირებულია საზოგადოება სოფლიოში მომხდარი თუ მიმდინარე მოვლენების შესახებ. პასუხები არც ამ შემთხვევაში იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. რა რელიგიის არიან ბუდისტები? ბუდისტები, მუსულმანები. ბუდისტები არ ვიცი. რა რელიგიის არიან ბუდისტები თუ იცი? არ ვიცი. რა რელიგიის არიან ებრაელები? არა, მუსულმანები. ქრისტიანი ნახევარი რა, მუსულმანიც და ქრისტიანიც. არა. რა რელიგიის არიან ებრაელები? ებრაელები გააჩნია ყველა რელიგიაა, მაგრამ ძირითადად ქრისტიანები. რა რელიგიის არიან ებრაელები? ებრაელები რა რელიგიის არიან თუ იცი? ებრაელები? არ ვიცი. ბუდისტები?
ბუდისტები, რელიგიის, აღარ ვიცი. რომელი უფრო ძლიერი ტერორისტული ორგანიზაციაა, ალ-ჯაზირა თუ ალ-ქაიდა? ალ-ჯაზირა უფრო დიდი ჩამოყალიბებულია, შეიძლება ალ-ჯაზირა მოხდეს. რომელი უფრო ძლიერი ტერორისტული ორგანიზაციაა, ალ-ქაიდა თუ ალ-ჯაზირა? ორივე. რა არის ალ-ქაიდა? ალ-ქაიდა მე მგონი სარწმუნოება რა. რომელი უფრო ძლიერი ტერორისტული ორგანიზაცია, ალ-ჯაზირა თუ ალ-ქაიდა? ალბათ ალ-ჯაზირა. რა ენაზე საუბრობენ ლათინურ ამერიკაში? ინგლისური. მე რამდენადაც ვიცი. რა თქმა უნდა, ლათინურად. ლათინურ ამერიკაში საუბრობენ ლათინურად, მართალია თუ არა? ლათინური მართალი იქნება მაგიტება. რა ენაზე საუბრობენ ლათინურ ამერიკაში? ლათინურ ამერიკაში ინგლისურად. რა ენაზე საუბრობენ ლათინურ ამერიკაში? ლათინურ ამერიკაში საუბრობენ ლათინურად, მართალია თუ არა? ალბათ მართალია, აბა ლათინურ ამერიკაში როგორ საუბრობენ? და რომელი ვალუტაა მიმოქცევაში ინგლისში? დოლარი, ცენტია მე მგონი. დოლარი. რით არის ცნობილი ჰიროსიმა და ნაგასაკი? ჰიროსიმა ნაგასაკი ცნობილია. იაპონიის პრემიერ-მინისტრი რით არის ცნობილი ჰიროსიმა და ნაგასაკი? ჰიროსიმა და ნაგასაკი ერთმანეთთან ომით. სულ რამდენი მსოფლიო ომი მომხდარა? ძალიან ბევრი. ვინ არის ფიდელ კასტრო? რა არის კინოლოგია? მეცნიერება, რომელიც ძაღლებს შეისწავლის, კინოინდუსტრია თუ პატარა ლეკვები? რა არის ობსერვატორია და ბოლოს რამდენი კუთხე აქვს სამკუთხედს? ამ ერთი შეხედვით სასაცილო შეკითხვებზე ჩვენ შემდეგი პასუხები მივიღეთ. ვინ არიან კინოლოგები? კინოლოგები არიან ძირითადად ვისაც ხეროთი არიან დაკავებული ფილმის გადაღება ძირითადად რეჟისორს ევალება, მაგრამ უშუალოდ მაგათაც კინოლოგები. კინოლოგები, კინოსპეციალისტები ალბათ. რა თქმა უნდა. ვინ არიან კინოლოგები? ისინი ვინც ალბათ კინოს იღებენ. კინოლოგები. პატარა ლეკვები, ასე რომ ვთქვათ, პატარა ძაღლები. რა არის ობსერვატორია? ობსერვატორია არის. რა არის ობსერვატორია? ობსერვატორია ეს მასთან არის დაკავშირებული, კაცთავის და მუსიკასთან არის დაკავშირებული. სამკუთხედს რამდენი გვერდი აქვს? ორი. რამდენი გვერდი აქვს სამკუთხედს? შპარგალკა არ შეიძლება. კარგი. რამდენი გვერდია? 3 ხო? ხო. ვინ არიან ასტრონავტები? ასტრონავტები არიან? საქართველოში წიგნიერების დაბალი დონე კვლევებითაა დადასტურებული, თუმცა სხვადასხვა მონაცემებით დიპლომებთან ერთად ჩვენი ქვეყანა ოჯახებში წიგნების რაოდენობითაც ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. რა სარგებლობა მოაქვს თაროზე დამტვერილ წიგნებსა და კარადაში საგულდაგულოდ შენახულ დიპლომებს რთული სათქმელია, თუმცა ეს უკვე მრავალი წელია ქართული რეალობის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ახლა უკვე კედელზე ჩამოკიდებული სერტიფიკატებიც უმშვენებენ გვერდს. შესაძლოა ჩვენი ექსპერიმენტი